ძალიან ბევრ პლანს მოიცავს მართლაც ეს მდგომარეობა და ეს გადაწყვეტილება თუ განზრახვა. მე უნივერსიტეტთან მარტო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულობა არ მაკავშირებს. მე ვიყავი უნივერსიტეტის თანამშრომელი, მე ვიყავი როცა პარლამენტში გახდით განათლებისა და განათლების კომიტეტის მუდმივად წევრი და შესაბამისად ყველა იმ რეფორმის თუ რაღაცა მოძრაობის მონაწილე, რაც განათლების სისტემაში ამ წლების განმავლობაში იყო. პრობლემები იყო ყოველთვის და პრობლემები არის დღესაც. მათ შორის კონტროლის თვალსაზრისით, ახლა ვინმეს ქალბატონი ცირაკ ბევრი რამის მომსწრია, ასე ვთქვათ, ჩემთან ერთად ამ უпроსტად ჩემზე ბევრად მეტად ამ სიტუაციაში კომუნისტების დროს იყო უზარმაზარი იდეოლოგიური ზეწოლა და წნეხი, მაგრამ უნივერსიტეტი იდგა ფეხზე და უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც, უნივერსიტეტის რექტორი მაგალითად ბატონი ნოდა რამაღლობელი იყო საოცარი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩვენ რაც ვიცოდით და ჩვენ რაც არ ვიცოდით კიდე რამხელა წნეხს უძლებდა, მაგრამ ის იცავდა უნივერსიტეტის ღირსებას, მისი სტუდენტების ინტერესებს და ზოგადად მთელი უნივერსიტეტის იდეას მართლაც და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დასაფასებელი. იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო და უნივერსიტეტი იყო ყველაფრის, ასე ვთქვათ, კერა შეიძლება ითქვას და ეს დეპოლიტიზება ძალიან ცუდად არის გაგებული, შეიძლება პარტიულ კინკლაობაში არ ერეოდეს რაღაცა უნივერსიტეტში ეს არ იყოს, თუმცა როგორ შეიძლება მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდებოდეს ქვეყანაში და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი თავისი პროფესურით და თავისი სტუდენტობით ამაში არ მონაწილეობდეს. როგორ შეიძლება განათლების ამხელა რეფორმას ბრჭყალებში ვსვამ მე ამ რეფორმას გვიანონსებდეს ხელისუფლება და ამაში აკადემიური წრეების წარმომადგენლები საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ან იმ კომისიაში ვინ მონაწილეობდა, რომელმაც წინ ასე ვთქვათ საფეხური დაგვიანონსეს აკადემიური წრეებიდან და ან ეხლა მართლაც ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. როდესაც იბადებოდა დამოუკიდებელი საქართველო, მაშინ იბადებოდა უნივერსიტეტის ავტონომიის იდეაც. მე ვიყავი ძალიან პატივცემულ ადამიანებთან ერთად ხელის მომწერი პირველ დეკლარაციაზე, როდესაც ჩვენ ვითხოვდით უნივერსიტეტის ავტონომიას. დავასახელებ ახლა მხოლოდ გარდაცვლილ ადამიანებს. ბატონი ზურაბ კიკნაძე აწერდა ხელს, ბატონი ზურაბ ჟვანია აწერდა ხელს, ვაწერდით ხელს ახალგაზრდები და აწერდნენ ხელს ჩვენი პროფესორ მასწავლებლებიც და მართლაც დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო და დაიბადა დიდი წვალებით, ბევრი პრობლემებით, 1000 კონტროლის მექანიზმით, მაგრამ უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეაც. შემდგომშიც იყო ბევრი პრობლემა და მე მახსოვს წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს პრობლემები და ქალბატონ ცირასაც ახსოვს ალბათ ხო მთელი ჩაკეტვა პროფესურის რაღაც აუდიტორიებში და ასე შემდგომ, მაგრამ რაც ახლა ხდება, ასეთი ფეხით გადავლა მთელ აკადემიურ წრეებზე და უნივერსიტეტის იდეაზე და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ირინას იმაში, რომ დღეს კი შეიძლება უფრო რთულ მდგომარეობაში ჩანდეს, მაგრამ მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ ეს დიდი განსაცდელი დგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგაც. როგორც მაგალითად, რა ვიცი, რა ვთქვა, ღვინო და არაყი, ღვინო და კოკა-კოლა, ან თუ გნებავთ თეთრი ღვინო და შავი ღვინო არ შეიძლება ერთმანეთში შეურიო და ამით უკეთეს შედეგს ვერ მიიღებ, ისე წარმოუდგენელია, რომ ორი აი ამ მართლაც განსხვავებული და ძალიან დიდი ინსტიტუციის ერთმანეთის ესე მექანიკური შერევით ჩვენ რამე უკეთესზე ვიფიქროთ. რეფორმა რას ნიშნავს? რეფორმა ნიშნავს იმას, რომ რაღაც არის მოძველდა, ან ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და რაღაცა უკეთესზე უნდა ვიფიქროთ. მოდი დავსვათ შეკითხვა. ვისთვის არის უკეთესი ის, რაც ხდება? ვის აყენებს უკეთეს მდგომარეობაში? ტექნიკურ უნივერსიტეტზე აგერ ვსაუბრობთ. უნივერსიტეტის წარმომადგენლები
ძალიან ბევრი ხმამაღლა, მაგრამ ძალიან ბევრი ჯერ კიდევ ჩუმად ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, აბსოლუტურად გაუაზრებელი და გაუთვლელი. მეც არ მესმის, გულწრფელად გეტყვით, არ მესმის. მეც არ მესმის. ამბობენ, რომ რაღაც კვლევაზე იყო დაყრდნობილი და როგორ შეიძლება ამხელა რეფორმას აანონსებდე და ეს კვლევა იყოს ჯერ ერთი უცნობი, მაგრამ მეორეც ბაზრის კვლევა არ არის ის, რითაც უნდა განსაზღვრო შენ გნებავთ ფაკულტეტების რაოდენობა, გნებავთ მიმართულებები და გნებავთ. მაგალითად, მე ფილოლოგი ვარ. შეიძლება ბაზარმა საერთოდ არ აჩვენოს მოთხოვნილება ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს აუცილებლად საჭიროა. ინჟინერიაზე და ინდუსტრიაზე ვლაპარაკობდით. ქვეყანა, რომელიც, რა ვიცი, მსოფლიო ტექნოლოგიურ საუკუნეში არის შებიჯებული, ხომ? და ჩვენ მაგალითად გზებს ჩვენ თვითონ ვერ ვაშენებთ, ხო? გვირაბებს ჩვენ თვითონ ვერ ვაშენებთ. და არ გვჭირდება, რომ ამას ვაკეთებდეთ? არ გვჭირდება ჩვენი ამ საინჟინრო პოტენციალის გამოყენება, განვითარება, აღორძინება. გეოლოგიის თავის დროზე დეპარტამენტის გაუქმება და საერთოდ დარგის გეოლოგიის ძალიან დამცრობა. საქართველოსნაირ ქვეყანაში შეიძლება, რომ ეს იყოს რამენაირად მე გამართლებული. ამიტომ უბრალოდ წარმოვიდგინე, მე საერთოდ მგონია, აი გარდა იმისა, რომ კონტროლი, თუმცა კონტროლი ამ წუთშიც შეუძლიათ. ეხლა უნივერსიტეტის რექტორი რო ხმას არ ამოიღებს იმაზე, რაც ხდება, როდესაც მასაც უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ, როცა ნახევარი საათით ადრე თუ ერთი დღით ადრე თუნდაც ეუბნებიან, როგორც გადაწყვეტილებას და არა როგორც იდეას, მე ვფიქრობ ეს ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელსაც ერთი სიმხლე არ მოუღია ხმა ნიკოს შემთხვევას გავიხსენებდი, რა მდგომარეობაში ჩააგდეს, როგორც შემეს ალბათ გაიხსენებს მერე, ხო ამასაც, მაგრამ სტუდენტები ვერ იღებენ ამისგან მაშინ არ ამოიღეს ხმა. პროფესორ მასწავლებლების რაოდენობა რომ შემცირდება, უბრალოდ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სტუდენტები აბსოლუტურ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, აბიტურიენტები განსაკუთრებით, სად უნდა ჩააბარონ, რა უნდა მოხაზონ, რა უნდა აირჩიონ. ჩვენ ერთი ამბავი ავტეხეთ ხო მართლაც, რომ არჩევანი იზღუდებოდა და ეხლა არჩევანია აბსოლუტურად გაბუნდოვანებული. კარგად გილას არ მივდივართ ნამდვილად. ეს რეფორმად წოდებული ეტაპები, რაზედაც იყო ლაპარაკი წეღან, შეუძლებელია რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე, უკეთეს განათლებაზე ლაპარაკობდე. გააკეთეს აქცენტი. ხარისხის ასამაღლებლად ესე შემოგთავაზეს. ამას ემსახურებოდეს ეს რეფორმები და სწავლას აკლდებოდეს სკოლაში 1 წელი. უმაღლესში ემსახურებოდეს თითქოს განათლების ხარისხის ამაღლებას და აკლდებოდეს კიდევ 1 წელი. აგერ Forbes-მა გამოაქვეყნა საქსტატზე დაფუძნებული მონაცემები, სადაც ჩანს სახელმწიფოს დამოკიდებულება განათლების სფეროსადმი. განათლების სფეროს აქვს ყველა სხვა სფეროსთან მიმართებაში ყველაზე დაბალი ანაზღაურება. როდესაც აი ამ ხელა ცვლილებები იგეგმება და ბიუჯეტში ეს არ იწევს არანაირ ცვლილებას, ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ მხოლოდ მოხდება შემცირების ხარჯზე, თუ ვინმეს ხელფასი გაეზრდება და უბრალოდ შემცირების კი არა, წეღან მე მგონი ნიკომ თქვა, რომ სხვაგვარად მოაზროვნეებს თუ ნაცებს გაუშვებენ. ნაცებსაც გაუშვებენ, ქოცებსაც და ძალიან ბევრი არა, მესმის, ხო, ამას ამ გაგებით ვამბობ. ეს არ იქნება გარჩევა იმისი, რომ ვიღაცა ხელისუფლების მომხრეა და ვიღაცა ოპოზიციის წარმომადგენელი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ჩაეტევა ამ ბიუჯეტში ის რეალობა, რომელი რეალობის, ასე ვთქვათ, შემოტანაც უნდათ და იმ ყველაფერთან ერთად, რასაც ვლაპარაკობთ კონტროლზე, რასაც ვლაპარაკობთ დეველოპერულ თუ კომერციულ ინტერესებზე. მე საერთოდ მაქვს ეგეთი განცდა, რომ ისტორიაზე ვლაპარაკობდით, ხო, მე ხა საუკუნოვანი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლო დაწესებულებისთვის, ისე ნებისმიერი, რავი, კულტურული თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებისთვის, ხო? და ჩვენთან დღეს არის ესეთი ტენდენცია, რომ ყველაფერმა უნდა მიიღოს ბუტაფორიის სახე.
პარლამენტი უნდა იყოს ბუტაფორიული, სასამართლო უნდა იყოს ბუტაფორიული, მთავრობას ვიღაც სხვა უნდა მართავდეს და შესაბამისად ისიც ბუტაფორიულია. შენ უნდა აღასრულებდე უბრალოდ ბრძანები. კი და მე მგონია რომ სწორედ უნივერსიტეტებთანაც ეს დამოკიდებულებაა რომ უნივერსიტეტები კი არ იყოს მოწოდებული რომ ის იყოს რაღაცნაირი ცენტრი, დუღილის ადგილი, აზრის ჭიდილი, ყველანაირი ექსპერტიზის ადგილი, რაც კი ქვეყანაში ხდება და სტუდენტების პროტესტის. ვინ აკრძალა ხალხო ეს პროტესტი და ვინ დაუშალა ახალგაზრდობას რომ პროტესტი არ შეიძლება და ვინმეს უფლება უნდა მისცეს. ომის გამო დაჭერილი ადამიანები ამაშია საქმე რომ დიახ ახალგაზრდობა უნდა ტროტუარზე დგომის გამო შეიძლებოდა ვინმეს დაჭერა ამას ხომ ვერ აკადემიურ საბჭოში მე ვფიქრობ უნდა იყოს სერიოზული ვნებათა ღელვა. ფაკულტეტების საბჭოები შედგაო. ალბათ უნივერსიტეტშიც უნდა შედგეს ეს ფაკულტეტების საბჭოები და გამოითქვას ამასთან დაკავშირებით მოსაზრება, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ ეს არ არის ის რომ მაგალითად ბევრი სხვა მიმართულებაც ჭირს რაღაცას რო აფუჭებ მე თავიდან აშენება, მაგრამ განათლების სფერო არის ყველაზე სენსიტიური სფერო ამ მიმართულებით და ყველაზე მეტად გაჭირდება ამ ყველაფრის გამოსწორება, ამ ყველაფრის ფეხზე დაყენება. ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, უბრალოდ ერთ წინადადებას ვიტყვი, რომ უნივერსიტეტს ამ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდნენ და მათ შორის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსაც აქ ჩაეყარა, ხო? საფუძველი ქმნიდნენ ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ცხვედაძე, ნიკო მუსხელიშვილი, რავი, ძალიან დიდი კორიფეები, ხომ? და უცებ მათ მიერ შექმნილი ეს უზარმაზარი მართლაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი განძი გადაწყვიტეს რომ მიქანაძემ ვიღაც ზვიადმა რომლის გვარიც არ ვიცი კარგად მან რა ქვიან თუნდაც კობახიძემ თავისი ბიძინა ივანიშვილით და ნებისმიერი დღევანდელი ხელისუფლების ფორმალური თუ არაფორმალური წარმომადგენლით გაასწორონ მიწასთან. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. კი ბატონო, მადლობა.